მოგესალმებით, გიბრუნდებით მეოთხე თავის ამოცანების განხილვით. მოდი ერთად განვიხილოთ რამდენიმე აკატეგორიის ამოცანა. მგონი აჯობებს პირველ რიგში შევთანხმდეთ თუ რა კონცეფციებს გამოვიყენებთ ჩვენ ამ თავის დასამუშავებლად. ანუ რა ვიცით და რაზე უნდა ავაგოთ ჩვენი მშელობები. ნუ პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ განსხვავება წრესა და წრეწირის შორის. ახლა პრინციპში აქ წრეზე საუბარი არ იქნება, მაგრამ რა განსხვავებაა წრეწირსა, ჩემი რჩევა, მაინც თავიდანვე დააფიქსიროთ. წრეწირი და წრე. ხო, თავისით თავიანთაა წერტილების ერთობლიობა. აქ უბრალოდ მე ფაქტებს დავასახელებ და მათ განმარტებებს არ მოყვები და მე შიგადაში ამოცანის დროს თუ საინტერესო იქნა რომელიმე საბაზო დებულების განხილვა მისი დასაბუთება, ეგეც გავაკეთოთ. რა არის რადიუსი? რა არის დიამეტრი? უნდა ვიცოდეთ. ხორდა, მუსები. ხო, ნუ აქ უკვე იწყება მხებთან დაკავშირებული თვისებები. თვითონ მხების განმარტება. ახლა გააჩნია როგორ განმარტავთ თქვენ და მე როგორ ჩამოაყალიბებთ მის თვისებას. შეიძლება მხები განმარტოთ როგორც წერტილში გავლებული რადიუსის მართობი მხები, რომელიც ამ წერტილში ეს წერტილი საერთო აქვს წრეწირთან. ან და შეგიძლიათ განმარტოთ როგორც წრე, რომელსაც მხოლოდ ერთი წერტილი აქვს საერთო წრეწირთან და მე ეს თვისებად გამოიყენოთ. ანუ მოდი როგორც სკოლაში გვასწავლიან ხოლმე ისე ვთქვათ, მხები არის წრფე, რომელსაც მხოლოდ ერთი წერტილი აქვს საერთო წრეწირთან და მე მისი ორი თვისება. თვისებები. ხეს თვისებები ის რომ მართობულია შეხების წერტილში გავლებული რადიუსი, ხების მართობულია და წერტილის გარეთ მდებარე წერტილზე გავლებული ხების შეხების მონაკვეთები ერთმანეთის ტოლია. კალი, კალი რა არის? მე ბრტყელი კუთხე. ბრტყელი კუთხის კონცეფცია უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ალბათ ასე ვთქვათ, აქ შეგვიძლია ჩვენ გავიაზროთ, რატო შეიძლება კუთხე იყოს 270 გრადუსი, ეს რომ არის ბრტყელი კუთხის განმარტების მთავარი უღაბი და ანუ რა განსხვავებაა ჩვეულებრივ კუთხესა და ბრტყელ კუთხეს შორის? ჩვეულებრივ კუთხე არის აი სხივების წერტილების ერთობლიობა, ხო? და ბრტყელი კუთხე არის უკვე იმ სიბრტყის წერტილების ერთობლიობა, ვთქვათ, აი დაახლოებით იგივე განსხვავებაა კუთხე ჩვეულებრივ კუთხესა და ბრტყელ კუთხეს შორის, რაც წრეწირსა და წრეს შორის. წრეწირის ადეკვატური არის ჩვეულებრივი კუთხე, ხოლო წრის უკვე ბრტყელი კუთხე. ბრტყელი კუთხე არის წერტილების ერთობლიობა სიბრტყის დაჭერი გამოდის, რომელიც ჩვეულებრივ კუთხის გვერდებს შორის არის მოქცეული. და შესაბამისად, თუ ბრტყელი კუთხე არის რაღაც ნახევარწრფის, უბრალოდ ნახევარსიბრტყის ნაწილი, მაშინ მისი ზომა ემთხვევა თავად ჩვეულებრივი კუთხის ზომას, ანუ ამ ბრტყელი კუთხის ზომა იქნება ზუსტად ის, რაც არის ჩვეულებრივი კუთხის ზომა. მაგრამ თუ ნახევარსიბრტყეს აღემატება, 180 გრადუს აღემატება, ასე ვთქვათ, ბრტყელი სიბრტყე, ბოდიში ბრტყელი კუთხე, მაშინ მისი ზომა იქნება 360 გრადუს მინუს ის რაც იყო ჩვეულებრივი კუთხე, აი ეს. ეგ კარგად აიხსენეთ, რა არის ბრტყელი კუთხე. ბრტყელი კუთხის შემდეგ უკვე ჩვენ ვიხილავთ მე ასე ვძახილ წრეწირთან დაკავშირებულ კუთხეებს, ხუთი ტიპის კუთხე, ეს არის ცენტრალური კუთხე, ჩახაზული კუთხე, კუთხე წვეროთი წრეწირის შიგნით, კუთხე წვეროთი წრეწირის გარეთ და კუთხე, რომელიც მიიღება ხებისა და ქორდის შედეგად, ხო? კუთხე ხებსა და ქორდას შორის. აი ხუთი ტიპის კუთხე. საინტერესოა ასევე გვესმოდეს რა არის ორი წრეწირის საერთო მხები და გააზრებული გქონდეს ამაზე შემდეგ ვისაუბრებ კონკრეტულ ამოცანაში და გვჭირდება რამდენაირი
პოზიცია შეიძლება ჰქონდეს აი საერთო მხებს, რამდენადაც შეიძლება საერთო მხები გავავლოთ, სულ ხუთი შემთხვევაა. ეს არის ორი წრეწირის ურთიერთმდებარეობაზე დამოკიდებული. ეს ჩვენ თეორიაშიც არის აღწერილი, აბერიძესაც თუ ავსები აქვს თავიდან მოცემული და არის რა ესეთი თემა, შევეცდები კონკრეტული მაგალითი სრულობის დროს მოგიყვეთ ამაზე. როდესაც წრეწირი ასეთი მდებარეობა აქვს წრეწირებს, როდესაც შიგნიდან ეხება, გარედან ეხება, კვეთენ და საერთოდ არ ეხებიან, საერთოდ წერტილი არ აქვს წრეწირებს, არ არის გადამფარავი წრეწირები, ну მაშინ გამოდის, რომ ხუთი შემთხვევაა სულ და ხუთნაირი რაც შეიძლება გავავლოთ საერთო მხები და მათი რაოდენობა იცვლება 0-დან 20-მდე რა, 4-ის ჩათვლით. პრინციპში ეგ არის სულ, ხო, ისე თქვაც გვინდოდა და აქ არის კიდევ ერთი საინტერესო თვისება, თავად ეგ ეხება ხო, ორი პატარა თვისება ჩახაზულ კუთხეზე, ჩახაზული კუთხის თვისებები შეიძლება ვთქვათ, ეგ მნიშვნელოვანია და თვისება, რომ ქორდის მართობული რადიუსი, ან მართობული დიამეტრი, როგორც კიდათ ისე თქვით, ეგ არის ქორდა შუაზე ყოფს. პირიქით ქორდის შუა წერტილის ცენტრთან შეერთებით, ჩვენ მივიღებთ მის შუა მართებს. მოდი ახლა დავწყოთ კონკრეტული მაგალითების გარჩევა და 4-ის ერთს ახლა ზუსტად პირობები არ მახსოვს, ახლა თქვენთან ერთად წავიკითხავ, მაგრამ მანამდე მე მინდა ერთი პატარა დეტალი მოგიყვეთ, თუ არ ვცდები აქაც თავიდანვე დაგჭირდება. ეს ეხება წერტილის დაშორებას წრეწირამდე რა. მანძილს. აი, ოცები მაქვს რაღაც წრეწირი და არ მდებარეობს ამ წრეწირზე წერტილი. ხო, მოდით ჯერ განვიხილოთ, ის არის თქვათ მის გარეთ. რაღაცა იმ წერტილი და შევთ ასეთ ორ კითხვას. რა არის ყველაზე მინიმალური დაშორება წერტილიდან წრეწირამდე? ну რა იქნება? ეს იქნება უმოკლესი მონაკვეთი, რომელიც M წერტილს შეაერთებს წრეწირის რომელიმე წერტილთან. ანუ ყველაზე მოკლე რა შეიძლება იყოს და რა იქნება მაქსიმალური. მე რა განვიხილოთ ის შემთხვევა, როდესაც წერტილი არის თავად წრეწირის შიგნით და დავაკვირდეთ რა შეიძლება. აქ პატარა ექსპერიმენტები შეიძლება ჩაატაროთ თქვენ, ესაუბროთ, რაღაცა დიალოგი მოუწყოთ თქვენ თავს, საერთოდ თავთან საუბარი პრობლემის გადაწყვეტის დროს ერთ-ერთი როცა ვინმე არ ყავს დიალოგისთვის და კამათისთვის, წაკარი საშუალებაა, ხო? და გავლებთ ასე, წაითამაშებთ, მე ასე გავლებთ, დააკვირდებით პროცესის მიმდინარეობას, რა ხდება, რა როგორაა და მე ვიყავ სამულოდ ასამდე აი მოდი ვაერთოთ ცენტრთან ეს წერტილი და დავაკვირდეთ რა მოხდება. ну რა ამბები დაგრეალდება. აღმოჩნდა მეგობრებო, რომ და ჩვენ ამას თავასაბუთებთ ახლა წერტილის გარეთ მდებარე წერტილის ცენტრთან შეერთებით მიღებული მონაკვეთი, აი სადაც გადაკვეთს ოცებული წრეწირს, გაითქვით ამ წერტილში კვეთს. ეს იქნება სწორედ M მონაკვეთი იქნება მინიმალური დაშორება M წერტილიდან წრეწირამდე. და აი თუ ჩვენ ავდგებით და გავაგრძელებთ ამ მონაკვეთს, ხო? მოდი ასე ვქნათ. ეს გავაგრძელოთ. ასე გავაგრძელებთ. მაშინ გაგრძელება სადაც გადაკვეთს აი ამას თქვათ ბეწერტილში კვეთს, ხო? აი ეს იქნება უკვე მაქსიმალური დაშორება. ანუ სხვა მონაკვეთი, რომელიც შეაერთებდა წრეწირის წერტილს M წერტილთან, აი სხვა რაც არ უნდა გავავლოთ, ხო? რაც არ უნდა გავავლოთ MB-ზე ნაკლები იქნება. აი ეს უნდა გავავლოთ ახლა თვალით. ჩვენს პრინციპში მაგრამ ჩვენ ამას ავწევთ. მე დავაკვირდებით. ჩვენება გახსნებს ვიდრეთ. კარგი, ну დიდი დავსაუბროთ ახლა. ანუ პრინციპში რა გაუდის მოკლედ რომ თუ ვეძებთ წერტილიდან
წრეწირამდე უმოკლეს ან უშორეს დაშორებას მანძილს უბრალოდ უნდა გაავლოთ ცენტრსა და ამ წერტილზე წრფე და ეს წრფე ორ წერტილში გადაგვეც ხო წრეწირს და უახლოესი კვეთა ამ წერტილთან რომელიც იქნება ის მონაკვეთი იქნება მინიმალური მანძილი ხოლო მეც ყველაზე დაშორებული იქნება უშორესი კვეთიდან ამ წერტილამდე მანძილი იქნება მაქსიმალური დაშორება ამ წერტილიდან წრეწირა. მოდი ავხსნათ ახლა ეს. ამისთვის საუკეთესო საშუალებაა შეხების წერტილს შევავლოთ ხები. აი მოდი გავავლოთ ახლა ჩვენ ხები ასე ეგანოთ ამ წერტილთან ხების თვისებიდან გამომდინარე რა მოხდება ცხადია შეხების წერტილში გავლებული რადიუსის მართობული იქნება ხო ეგ იქნება მართი კუთხე შესაბამისად ხო ნუ თავისუფლად აქედანაც მართი კუთხე იქნება ეგეც იქნება მართი ასე გაგავარდეს მოდი ავიღოთ ნებისმიერი სხვა წერტილი წრეწირზე აი თქვა აგერა ვიღოთ რაღაცა წერტილი და შევაერთოთ M-თან მოწმედია, რადგანაც K და M მოცემული მხების, აღებული მხების სხვადასხვა მხარეს იმყოფებიან, მაშინ K მონაკვეთი გადაკვეთს ამ წრფეს, ხო? და შესაბამისად რა მოხდება? რაღაცა კვეთის წერტილია. ხო, იყოს რაღაცა P წერტილი, ხო? ცხადია, K M მეტი იქნება PM-ზე. ნუ რატო? იმიტომ რომ მონაკვეთის სიგრძე ტოლია შემადგენელი მონაკვეთების სიგრძეთა ჯამის და ანუ K M უფრო დიდია ტოლია კაპეს დამატებული PM, კაპე ხო რაღაცა არის, სიგრძეში ნულის ტოლი არ არის, ამიტომ თუ უფრო KM, ცხადია, უფრო დიდი იქნება ვიდრე PM. მაგრამ დააკვირდით ახლა აი ამ სამკუთხედს. ეს ხო მართკუთხა სამკუთხედია. მართი კუთხის წინ ძევს PM და ცხადია, მართი კუთხის წინ ყველაზე დიდი კუთხეა მართკუთხა სამკუთხედში, მდებარე მონაკვეთი იქნება უფრო დიდი PM ვიდრე AM. აი. ანუ რა გამოგვივიდა? ხო გამოვიდა რომ რამზე თუ თქოს KM მეტია AM-ზე. ესე იგი ნებისმიერი წერტილი იყო K, ხო? აი ნებისმიერი სხვა წერტილი იგივენაირად მოიქცეოდა, თუმცა აქედან შეგერთებინათ ახლა ერთად. გამოდის რომ ნებისმიერი წერტილისთვის AM მონაკვეთი უფრო პატარა გამოვიდა, ვიდრე M წერტილის იმ წერტილთან შეერთებით მიღებული მონაკვეთი. ანუ ჩვენ ამით დავადასტურეთ, ვაჩვენეთ, რომ მინიმალური მონაკვეთი არის აი. ასე ვაჩვენოთ, მეგობრებო, მოდი ეს წავშალოთ. რომ B იქნება, MB მონაკვეთი იქნება მაქსიმალური. ერთი იდეა აქვს, მოდი ჯერ გავხსენოთ ჩახაზული კუთხის განმარტება. ჩახაზული ბოდიში უпроსტად ჩახაზული კუთხის ვისება. ჩახაზული კუთხე არის წვეროთი წრეწირზე, ხოლო გორებად ქორდები რომ აქვს, ხო? მაგრამ ჩვენ ვიცით ჩახაზული კუთხის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება, რომ თუ ის დიამეტრს ეყრდნობა, ასე დიამეტრს თუ ეყრდნობა, მაშინ ის მარტი კუთხის ტოლია, ხო? აი რომ ავიღოთ ახლა ნებისმიერი წერტილი, შემიძლია ერთ კალზე ასე ავიღოთ, მოდი ციკლად ავიღოთ. ასე, რაღაცა K წერტილი და შევაერთოთ A და B ბოლოებთან. ხო? ეს ხო მარტი კუთხე იქნება. ასე. და ხო მარტივი საჩვენებელია, მეგობრებო, რომ K, აი AB მონაკვეთს გაგრძელება რასთანაც არ უნდა შევაერთოთ K. ნუ ცხადია, ეს უფრო დიდი კუთხე იქნება ამ მართკუთხედზე, ხო? იმიტომ რომ აღნიშნული კუთხე, აი ეს კუთხე მოიცავს მართკუთხედს თავის თავში, ანუ იქნება ბლაგვი. შესაბამისად, ხო, უფრო ანუ ბლაგვი კუთხის წინ უფრო დიდი მონაკვეთი, ანუ ეს ხება უფრო დიდი მონაკვეთი, ვიდრე აი ამ სამკუთხედის ნებისმიერი სხვა მონაკვეთი. მაშინ ახლა მოდი.
რა გამოდის ამ შენობიდან? მე თუ შევაერთებდი B წერტილის გარდა ნებისმიერ სხვა K წერტილთან M წერტილს, ესე მივიღებდი ბლაკუთხა სამკუთხედს, რომლის ბლაგვი კუთხის მოპირდაპირე გვერდიც იქნებოდა MB და ცხადია ის იქნებოდა გაცილებით მეტი ვიდრე KM. ანუ ნებისმიერი K წერტილისთვის MB მეტი იქნებოდა KM-ზე. და შესაბამისად რა გამოდის, რომ MB არის უშორესი მანძილი წრეწირიდან M წერტილამდე. აი ეს კარგი იქნება თუ დავიმახსოვრებთ. მოდით ახლა ანუ შევაჯამოთ ჩვენი ნათქვამი, ესე იგი ვეძებთ წრეწირის გარეთ მდებარე წერტილიდან ყველაზე ახლო წერტილს წრეწირისას, ან ყველაზე შორს. რა უნდა ვქნათ? უნდა გავავლოთ ამ ცენტრსა და მოცემული წრეწირის ცენტრსა და წრეწირის გარეთ მდებარე მოცემულ წერტილზე წრფე და ეს წრფე ორ წერტილში გადაკვეთ წრეწირს, ერთ-ერთი იქნება, რომ მარტივი მიხედვია, რომ უახლოესი წერტილიდან ამ წრეწირის გარეთ მდებარე ამ წერტილამდე მანძილი იქნება მინიმალური სიგრძე, ხოლო მეორე კვეთიდან ამ წერტილამდე მანძილი იქნება მაქსიმური დაშორება ამ წერტილიდან წრეწირამდე. ახლა სიტყვაზე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს წრეწირის შიგნით გვაქვს აღებული წერტილი. წრეწირის შიგნით და გვინდა იგივე კითხვას გავცეთ პასუხი, აი რაღაცა M წერტილია და გვაინტერესებს რა იქნება წრეწირამდე უშორესი და უმოკლესი გზა. იგივენაირად ვიქცევით, მეგობრებო, უნდა ავდგეთ და გავავლოთ წრფე. მოდი ეს წრფე წრეწირების გადაკვეთამდე გავავლოთ M წერტილსა და O ცენტრზე, გავავლებით ასე. O-ზე და შესაბამისად ერთ-ერთ კვეთას დავარქვათ A, მეორე კვეთას დავარქვათ B. ერთ-ერთი კვეთა იქნება, ანუ ეს რომელიც რადიუსზე ნაკლები მანძილია, ესა რადიუსზე ნაკლები მანძილი, ხო? ის იქნება უმოკლესი მანძილი მოცემული წერტილიდან წრეწირამდე, ხოლო მეორე იქნება უშორესი. ნუ ამაზე დიდი სხვა ერთ ერთი ვერ იქნებოდა. Τότε ამის დამტკიცება პრინციპში თქვენ თვითონაც შეგიძლიათ ცადოთ, ნახოთ, აქაც მსჯელობას დაიწყებთ, აიღებთ რაიმე სხვა წერტილს და დაიწყებთ თქვათ რაღაცა K წერტილს აიღებ აქ და დაიწყებ ლაპარაკ შედარებას, M-K მონაკვეთი რომ ყველა ვარიანტში მეტი იქნებოდა AK-ზე. აქაც შეგიძლიათ დაიხმაროთ ხელი და შეგიძლიათ სხვაგვარადაც გააკეთოთ, მოიფიქროთ, თქვენ თვითონ ნახოთ, დააკვირდეთ. თუ მაინც მოგინდება, შეგიძლიათ კომენტარად დატოვოთ და მე ერთ-ერთ ვიდეოში მეც დავამტკიცებ არ ერთ-ერთ გაკვეთილზე ჩემს მოსწავლეებს ეხება განვიხილოთ ეს. თქვენ თვითონაც ნახეთ, ცადეთ, ახლა ეგ არის მძიმე მომენტი. კარგი. აქაც დავიმახსოვროთ, რომ M-A იქნებოდა უახლოესი მანძილი, ხოლო MB იქნებოდა უშორესი. ნუ ეს ავიღოთ ახლა ფაქტად, ვიცით უკვე თემა და მოდი ვნახოთ რა ხდება 4-ის 1-ში. შესაძლოა ეგ გადამწყვეტი მომენტი გამოდგეს ზოგიერთ ამოცანაში. აი, საერთოდ გჭირდება. 4-ის 1. წრეწირის რადიუსი არის 10. შეიძლება თუ არა რომ ამ წრეწირის რომელიმე ქორდა იყოს 0.5 და ასე შემდეგ რა. ახლა ყველას არ გავყვეთ, უცებ დასკვნა გამოვიტანოთ. ჩვენ ვიცით რომ ყველაზე დიდი მონაკვეთი, რომელიც შეიძლება გაივლოს წრეწირში, ეს არის დიამეტრი, წრეწირის დიამეტრი. ანუ ყველაზე დიდი ქორდა არის, ხო, წრეწირის დიამეტრი. ქორდა რა არის? წრეწირის ორი წრების შემაერთებელი მონაკვეთი და რა შეიძლება იყოს ყველაზე გრძელი ეს მონაკვეთი თუ გადის წრეწირის ცენტრზე, რა? ყველაზე დაშორებულია. სხვა რომელიც არ უნდა აიღოთ,
მეგობრებო, ფიზიკურად ვერ იქნება, არა, მნიშვნელობა რომელი წერტილიც არ უნდა აიღოთ თქვენ, აი აქედან აქამდე მარტივად აჩვენეთ, რომ აი ეს მაგალითად AB მონაკვეთი ფიზიკურად ვერ იქნება დიამეტრზე დიდი. რატო? იმიტომ რომ შეერთებთ ეს მართიკუთხია და შესაბამისად მართიკუთხის მოპირდაპირე გვერდი ყოველთვის იქნება დიამეტრი და ყველაზე დიდი იქნება. ანუ ყველა ვარიანტში დიამეტრი არის ყველაზე დიდი მონაკვეთი წრეწირში, რაც შეგიძლიათ ჩანდოთ რა. ნუ ხო შეიძლება ქორდაზე არც იყოს საუბარი და ეს მონაკვეთი რაღაცა M მონაკვეთი ჩამეტო, ხო? ანუ წრეწირის შიგნით არსებული ორი წერტილი შემაერთებინა. ნუ მით უმეტეს ვერ იქნება ეგ უფრო დიდი მონაკვეთი, ხო? ანუ ზოგადად რომ ვსაუბრობ, არა მხოლოდ ქორდა, არამედ წრეწირის შიგნით ჩადებული ნებისმიერი მონაკვეთი ნაკლებია ტოლი იქნება ამ წრეწირის დიამეტრზე. რადგანაც რადიუსი არის 10-ის ტოლი, აქედან გამოდის რომ დიამეტრი ორჯერ დიდია და აქედან გამოდის რომ დიამეტრი იქნებოდა 20. ანუ ფიზიკურად 20 დიდი სიგრძის მონაკვეთი მაშინ ვერ ჩაიდგმებოდა. გამორიცხულია. მით უმეტეს ქორდაც ვერ იქნებოდა 20 დიდი. ანუ გამოდის რომ 25 აქ არაფრით არ იქნება მონაკვეთის სიგრძე, ხო, რომელიც წრეწირში შეიძლება იყოს. რაც შეეხება ახლა სხვებს. აი, აქ ერთი რამეს უნდა დავუკვირდეთ, რომ ქორდა ხო არის წრეწირის ორი წერტილის შემაერთებელი მონაკვეთი და ორი წერტილი უსასრულოდ ახლოს შეიძლება აიღოს წრეწირზე. ანუ უსასრულოდ მცირე შეიძლება იყოს ქორდის სიგრძე, იმიტომ რომ უსასრულოდ შეგიძლიათ დაუახლოვოთ ეს წერტილები ერთმანეთს. ან არანაირი საკუთხედის უტოლობის რაღაცა პრინციპ კონცეფციის გამოყენება არ გჭირდებათ უბრალოდ, აი ლოგიკურად დაფიქრდით, უსასრულოდ ახლოს შეგიძლიათ თუ არა აიღოთ ორი წერტილი, კი, შეგვიძლია, ხო, უწყვეტი არის ხო, აქ წერტილების ერთობლიობა, მიმდევრობა და შესაბამისად ძალიან მცირედ შეიძლება იყოს ქორდის სიგრძე. ანუ ყველა პასუხი იქნებოდა კი, არანაირი შეზღუდვა არ არის, ნულიდან მოყოლებული 20-ის ჩათვლით ნებისმიერი მონაკვეთი, ნებისმიერი სიგრძე შეიძლება ყოფილიყო ქორდა. ახლა მოდი დავფიქრდეთ 4-ის 2-ზე. წრეწირის რადიუსი 20 სანტიმეტრი. წერტილი ამ წრეწირის ცენტრიდან დაშორებულია 25. კარგი, ავიღოთ წრეწირი. ნუ, ვიცით რომ მისი რადიუსი არის 25, ეს ბოდიში 20. და შესაბამისად ახლა ყველა წერტილი, რომელიც უფრო დიდი მანძილით არის დაშორებული ცენტრიდან, თავისთავად წრეწირის გარეთ იქნება, ხო? მით უმეტეს თუ ცენტრიდან დაშორებულია 25-ით, აი მოდი შევაერთოთ ეს წერტილი, აი ეს მანძილი თუ არის 25 და ხო, რა მით უმეტეს პრინციპში იქნებოდა გარეთ ეს წერტილი. კარგი. შეიძლება თუ არა რომ ამ წერტილიდან წრეწირის რომელიმე წერტილამდე მანძილი იყოს. საინტერესო ამოცანაა და აი აქ გამოვიყენებ ზუსტად ახლა ჩვენ ცოდნას. აი ეს M წერტილი წრეწირიდან ყველაზე უმოკლესი რა მანძილითაა დაშორებული. რადიუსი თუ არის 20, შესაბამისად უმოკლესი დაშორება ყველაზე პატარა მინიმალური იქნებოდა 5, ხო? 25-ს უნდა გამოვაკლოთ 20. და უშორესი რა იქნებოდა? აი ეს თუ გავაგრძელებდით, მაქსიმალური მანძილი იქნებოდა 20, 20 და 5, ანუ 45. ფაქტობრივად ჩვენ ეს უკვე დავასაბუთეთ და ვილაპარაკეთ. და იმედია არ გჭირდება ხო ამის გამეორება, აი რამდენიმე წუთი თუ გადაახვიეთ და აუაჩენთ ამ სიტყვების დასაბუთებას. ძალიან კარგი ამოცანაა, სხვათა შორის მომწონს ნებისმიერ ტესტს დაამშვენებს. კარგია და შესაბამისად 50 ვერაფრით ვერ იქნებოდა და ვერაფრით ვერ იქნებოდა 5-ზე დაგლები, ხო? ნუ ყველა სხვა რიცხვი 5-დან 55-ის ჩათვლით თავისუფლად შეიძლება ყოფილიყო პასუხი. ანუ ყველგან იქნებოდა კი, შეიძლება ამ წერტილიდან წრეწირამდე მანძილები ყოფილიყო ეს რიცხვები. ახლა შეიძლება გაგიჩნდეთ, რომ ზედმეტად სწრაფად გავაკეთე, მაგრამ პრინციპში ჩვენი ვიდეოში ჩანაწერი ხო სანამ განხილვას დავიწყებით ნომრებისას, ამის ზუსტად ამ საკითხზე შესავალით დავიწყეთ. მოდი, გავუკვირდეთ 4-ის 3-ს. Ask false.
წრეწირის რადიუსი 5 სანტიმეტრია. ხისა. წერტილი ამ წრეწირის ცენტრიდან დაშორებულია 2 სანტიმეტრით. ახლა გამოდის, რომ აქ იქნება სიტუაცია, ირიქით, შიგნითაა, ხო? იმიტომ რომ თუ რადიუსი არის 5 და ცენტრიდან 2 თუ ართ დაშორებული, აგერ არის, თქვა, წერტილი, აგერ არის O. და ეს დაშორება თუ არის 2, თუ შესაბამისად წრეწირი შიგა სივრცეში ვართ მოქცეული. და ახლა კითხვა რა არის? აი, ამ წერტილიდან, აი, წრეწირავთ, მღრძილი რა შეიძლება იყოს, რა არ შეიძლება იყოს. აქაც როგორ მოვიქცევით? რა არის უახლოესი მანძილი, ხო? უახლოესი. გავაგზავნოთ, ხოდი წითელი ფერი შევარჩიოთ. გავაგზავნოთ ეს მონაკვეთი, ხო, ვისაუბრეთ ამაზე. ჩვენ უნდა შეაერთოთ ცენტრი და მოცემული წერტილი. მერე მიღებული მონაკვეთი გააგზავნოთ წრეწირთან გადაკვეთამდე და აი რადიუსზე ნაკლები რაც იქნება, ხო, აი რადიუსი რადგან არის 5, ეს მონაკვეთი უფრო პატარაა, შესაბამისად ეს იქნება მინიმალური დაშორება 3, ამაზე უფრო ახლოს სხვა წერტილი ვერ იქნება ფიზიკურად, ხოლო მაქსიმალური დაშორება იქნებოდა იმდენი, ესე იგი ეს 5-ია აქეთ, ეს 2, ანუ 2 და 5 გამოდის 7. ესე იგი მინიმუმ 3, მაქსიმუმ 7. აი ამათ შორის იქნება მოქცეული ყველა სხვა. აბა ნახოთ, დავაკვირდეთ, 10 ვერ იქნებოდა ფიზიკურად, 2 ვერ იქნებოდა ფიზიკურად, ანუ 3-დან 7 შორის იქნებოდა მოქცეული. ხო, კი ბატონო, ეს ნებისმიერი შეიძლება მიიღოს აქ. აი, გონია რომ ეს კარგი ორი ამოცანა, 4-2 და 4-3, ესეა უნდა კარგი ამოცანები იყოს. დავაკვირდეთ ახლა 4-4-ს. O წერტილი წრეწირის ცენტრია. A წერტილი წრეწირის შიგა, ხოლო B გარე წერტილი. კი ბატონო. ვიცით ცენტრიდან შიგა წერტილამდეც დაშორება და გარე წერტილამდეც დაშორება. და რა შეიძლება იყოს რადიუსის სიგრძე, რომ თუ ცნობილია, რომ სანტიმეტრებში მთელი რიცხვით ასე გამოისახება. და ნუ კი ბატონო, დავაკვირდეთ ახლა. ალბათ თემით კიდეც გვაქვს საკმაოდ მარტივი ამოცანა, წინა ამოცანები უფრო ისეთი იყო სერიოზული. მაგრამ აი ყურადღება გავამახვილოთ. აი შიგნით გვაქვს რაღაც A წერტილი გვეუბნებიან, ასეა ხო? შიგა B არის რაღაც გარეთ არის B წერტილი. შევაერთოთ ახლა ცენტრთან თითოეული მათგანი, ასე შევაერთე და ეს არის 6.7 შევაერთე B-სთანაც, ეს არის 7.5 და ვთხოვე რადიუსი. რადიუსი რა იქნებოდა, ხო? რადიუსი გამოდის, რომ აუცილებლად ხო გაგრძელდება ეგ და უფრო დიდი იქნება 6.7-ზე და უფრო პატარა იქნება 7.5-ზე. და რადგანაც მთელი რიცხვია, ამ შუალედში არსებული მთელი რიცხვი უნდა ყოფილიყო, ხო? ნატურალური შემთხვევაში, იმიტომ რომ მთელი დადებითი რიცხვი ნატურალურია. და ამათში ნატურალური რიცხვი ერთადერთია არის 7. ანუ გამოდის, რომ რადიუსის სიგრძე უნდა ყოფილიყო 7-ის ტოლი. მოდი გავაცნობთ. 4-5. წრეწირის მოცემული წერტილიდან გავლებულია დიამეტრი და რადიუსის ტოლი ქორდა. ძალიან კარგი. ავიღოთ წრეწირი. ასე. მოცემულია წერტილი, ну სადვე დავაფიქსიროთ. ვიღოთ რაღაც M წერტილი. გავლებულია დიამეტრი და რადიუსის ტოლი ქორდა. კი, მოდი გავავლოთ ახლა ჩვენ დიამეტრი, ვთქვათ, ეს არის დიამეტრი.
და რადიუსის ტოლი ქორდა, ხო? ეგ არის თქვათ რადიუსის ტოლი ქორდა. MA იყოს დიამეტრი, MB იყოს ქორდა და აქ არის ცენტრი, ხო, რადგანაც დიამეტრი იყო. დავაფიქსიროთ ახლა, რომ რადგანაც რადიუსის ტოლია, ესე იგი, ესე ზუსტად იგივე სიგრძისაა, რაც რადიუსი, ეგეც რადიუსია რა. მოდი ნახოთ რას მოგთხოვს. იპოვეთ კუთხე მათ შორის. ძალიან კარგი, აი ამ კუთხეს გვეკითხებია დაფას. ცხადია შევაერთოთ მეგობრებო, იმიტომ რომ დიაბეტზე დაყრდნობილ კუთხეს ვიმიღებდით, ეს მართია და როგორი მართკუთხა სამკუთხედი გამოდის დააკვირდით, სადაც ჰიპოტენუზა ორჯერ დიდია კათედზე. ეს მართკუთხა სამკუთხედის ერთ-ერთი ლავაზი პატარა თვისებაა და ცხადია, ეგ ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მახვილი კუთხე არის 30 გრადუსიანი. 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათედი ჰიპოტენუზის ნახევარია. შესაბამისად ალფა რა გამოვიდოდა? 60 გრადუსი. კარგი შეხსენება იყო წინა თავის ამ შემთხვევაში. ნახოთ 4-6 დოლარი. წრეწირის მოცემული წერტილიდან გავლებულია რადიუსის ტოლი 2 ქორდა. შეგვიძლია რეალობასთან ახლო და ხაზი გავაკეთოთ, ანუ მაგალითად რაღაცა წერტილი მაქვს, ხო? M წერტილი და აქედან გავავლე რადიუსის ტოლი 2 ქორდა. ხვალით ახლა როგორ გაივლებოდა ახლა ეგ რადიუსის ტოლი არ ჩანს თვალით რომ დაახლოებით იქნებოდა ას ხო თავხელა და როგორ გაავლებ ახლა მეორე რადიუსის ტოლქორდას ნუ ქვემოთ გადაიზომება ხო დაახლოებით ესე ჩვენ პრინციპში არ გითხოვს ახლა რა ვეკ მარტივად დასაბუთებადია რომ ტოლი ქორდები ტოლ კალებს ჭიმავენ მარტივი დებულებაა ეს შეგვიძლია უცებ აგერ დავასაბუთოთ აი ეგ საერთოდ რკალის ზომა დამოკიდებულია ცენტრალური კუთხის ზომაზე ხო როგორ ჩანს ის ცენტრალური კუთხიდან მოდი ავიღოთ აგერ ეს და აი თქვათ ეს ორი ქორდა ერთმანეთის ტოლი ეგ ვიცით AB და CD უდრიან ერთმანეთს როგორ ვიცით ესენი რომ ერთმანეთის ტოლი როგორ ვაჩვენოთ რომ AB და CD რკალიც ერთმანეთის ტოლი იქნება მარტივი აბა მოდი შევაერთოთ ცენტრთან საერთოდ ლამის პანაცეა ხშირად ანუ ყველაფრის მაშველი რგოლი გამოდის ვაზვიადებ მაგრამ ხშირად ასე არის წრეწირთან დაკავშირებულ საკუთრებებში წრეწირის წერტილს თუ შეერთებთ ცენტრთან გაიჭედე ვერ ერკვევი რა ქნა ვერ დაინახე სტრატეგია რაც ლოგიკა როგორ უნდა ებრძოლო კონკრეტულ პრობლემას და წრეწირთან გაქვს საქმე მოდი შეაერთეთ ცენტრთან რა იცი ხდება როგორც წესი შველის ხოლმე ეგ შევაერთებ და მოდი რაღაც შევაერთებ ახლა ასე როგორი საკუთრებები მიიღება ცალსახად ტოლი მეგობრებო იმიტომ რადიუსები ტოლია ანუ ორი გვერდი ერთმანეთის ტოლი აქვს და მესამე გვერდიც ტოლია ხო თუ საკუთრების ტოლობის ნიშანი სამ-სამი გვერდით რომ არის საკუთრები ტოლი ის რეალისტა საკუთრები ტოლია თუ ტოლია შესაბამის კუთხეები ტოლია ანუ ეს ცენტრალური კუთხე აღნიშნული ცენტრალური კუთხის ტოლი იქნება და შესაბამისად ჩვენ ვიცით ცენტრალური კუთხის განმარტება ხო ეგ განმარტება პირდაპირ რომ აი ეგ იგივე არის CD რკალი ეს იგივე არის AB რკალის ზომა ანუ თუ კუთხეები ტოლია გამოდის რომ CD რკალი უდრის AB რკალს ანუ შესაბამისად ტოლი ქორდები ტოლ რკალებს ჭიმავენ ეგ უნდა ვიცოდეთ მოდი ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს ამოცანას და ემადან ამ ემას ტოლ ქორდას თუ გადავდები კიდე იმ წერტილიდან ესე იგი იგივე ზომის რკალი უნდა ყოფილიყო ხო აი აქეთ არ იქნება უფრო დიდი რკალი ანუ ქვემოთ უნდა აგვეღო შესაბამისად დაახლოებით ასე იქნება LB მოდი ეგ ვნიშნოთ რომ ეს ამის ტოლია და თან ვიცით რომ რადიუსის ტოლია ანუ მოდი ახლა ერთ წერტილი შევაერთოთ ჩვენ რადიუსთან რა ცენტრთან ბოდიში
აი, ასე შევაერთე და მოდი, ხო გითხარით, ლამის პანაცია, წრეწირის წერტილი რო ცენტრალ შეერთო, მოდი შევაერთეთ ეგეც. რა გამოვა მეგობრებო? არ გამოვა პატარა ტოლგვერდა საკუთხედები? იმიტომ რომ ესეც ხო ებაც რადიუსის ტოლი იყო. ანალოგიურად ებაც ხო რადიუსის ტოლი იყო. და მივიღეთ ორი ტოლგვერდა საკუთხედი, ესეც 60 გრადუსია, ესეც 60 გრადუსია და გამოდის რომ აი კუთხე, საძიებელი კუთხე, რასაც გთხოვდნენ, იქნებოდა ცხადია 120 გრადუსი. მგონი ანუ საკმაოდ დაბაჯერებელი ვიყავით ამ შემთხვევაში და კარგათაც გაიაზრეთ რა ხდება. მოდი 4-7 ვნახოთ ახლა რას გთხოვს. წრეწირის შიგნით გავლებულია ორი ურთიერთმართობული AB და CD ქორდა. ანუ ერთი წერტილიდან კი არა, რაღაცა ორი ურთიერთმართობული ქორდა. ანუ ერთმანეთს კვეთენ ხო ეს ქორდები? კი, აგერ წერია, რომლებიც კანწერტილში იკვეთება. კარგი, მოდი ეს აი ამოცა დაჩას ისეთი. შეიძლება ვერდავთ. მოდი ასე ავიხოთ. დავუთ ორი ურთიერთმართობული ქორდა, ერთი იყოს ასე და მეორე იყოს ასე. ეს მართობულობა მოვნიშნოთ აქ. ეს მართობულობა ვარიანტი. დააწეროთ ასოებით AB ქორდა A B C D ალბათ არ აქვს მნიშვნელობა ახლა C-ს და რომელ მხარეს აიღებ. კანწერტილში იკვეთებიან. დავაწეროთ ამას კანწერტილი. ცნობილია რომ AK უდრის KB-ს. AK უდრის KB-ს. ოპა. ძალიან კარგი. AK უდრის KB-ს. რა თქმა უნდა ეს ნახაზი არ არის პირობის შესაბამისი, მაგრამ და ვითომ ასე დავხატ. რა ვიცი თქო. ვერ ვხვდებით ვითომ რა უნდა ახლა ავტორს. იპოვეთ CD ქორდის სიგრძე, კი ბატონო. თუ რადიუსის სიგრძეა 5. CD ქორდის სიგრძე უნდა ვიპოვოთ, რადიუსი ვიცით არის 5. გაიხსენეთ მეგობრებო ჩვენ რა ვთქვით, რა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თეორია თქო, თეორემა აქ ქორდის მართობული ანუ ხო ბოდიში მეკითხარით რომ ცენტრიდან თუ დაუშვებით მართობს ის აუცილებლად შუაზე გაყოფდა ქორდას ხო? ახლა დაპირ არ არის, მაგრამ მოდი ახლა დავფიქრდეთ რა ხდება. თუ მე ავგები და განვიხილავ AOB AOB სამკუთხედს და ცენტრიდან დავუშვებთ ჩვენ მართობს, ხო იქნება ეს ტოლფერდა საკუთხედი. და ცხადია ეს მართობი იქნება შუა წერტილში ხო დაშვებული. იმიტომ რომ სიმაღლე მედიანაცა. და სად მოხდება? იდეაში მოხდება კანწერტილში, იმიტომ რომ 9 შუა წერტილი ხო არ იქნება, ახლა AB ქორდას იქნება ერთადერთი. აქ მოხდება. და რადგანაც წფის გარეთ მდებარე წერტილიდან, კანწერტილზე რამდენი მართობს აღმართავ ახლა ხო? წფეზე მდებარეობს წერტილიდან ამ წფის მიმართ რამდენი მართობის აღმართვა შეგიძლია? შეგიძლია ერთადერთი მართობის აღმართვა, ხო? გამოდის რომ წერტილი აუცილებლად იქნებოდა თავად CD მონაკვეთზე. კი, წერტილი იქნებოდა CD მონაკვეთზე. ესე იგი, ოქროები გამოდის რომ CD ყოფილა რა? წერტილზე გავლებული ქორდა თუ არის დიამეტრი. აი, CD იქნებოდა ასე დიამეტრი. და შესაბამისად CD სიგრძე იქნებოდა მეგობრებო 10 ტოლი. მგონია რომ საკმარისად დაწვრილებით ახსენეთ ახლა ეს აუცილებლად აწი პირდაპირ იტყვით. აი როგორც კი მიხვდებით რომ და ქორდის შუა მართობია გავლებული, ის აუცილებლად იქნება დიამეტრი. რადიუსი და თუ ბოლომდეა გაგრძელებული დიამეტრი და აი რა გავჩერდები ამაზე მეთხას, რომ პასუხი პრინციპში ნათელია, CD იქნებოდა 10. 4-ის 8 მოდი ვნახოთ. ჩავასრულოთ ახლა 100-ს 4-ის 8.
24 სანტიმეტრის სიგრძის მონაკვეთი გადის წრეწირის ცენტრზე და წრეწირთან გადაკვეთის წერტილებით იყოფა 3, 4, 5 შეფარდებით. ნახეთ რა ხდება, როგორი სიტუაციაა. გვაქვს წრეწირი, ხო? და გვაქვს მონაკვეთი. რაღაც მონაკვეთი გადის წრეწირის ცენტრზე. შეიძლება ასე გაატარო, მაგრამ ნახეთ როგორ არის, რაღაც იქნება წრეწირის ცენტრი, ხო? და წრეწირთან გადაკვეთის წერტილებით. აჰა, ანუ ეს უნდა გაგრძელდეს ასე, ეს უნდა გაგრძელდეს ასე. წრეწირთან გადაკვეთის წერტილებით იყოფა 3, 4, 5 შეფარდებით. ასე რომ ვთქვათ, ცოტა დავაგრძელოთ ასე. ანუ თავად წრეწირის წერტილებს უნდა დაიყო ის ცენტრს არა, წრეწირის წერტილებს. თქვათ AB მონაკვეთი იყო და ეს არის 3 ნაწილის ტოლი, მოდი დავარქვათ 3x, ეს არის 4 ნაწილის ტოლი, თლიანად, ანუ ვთქვით ალბათ რომ დიამეტრი იქნებოდა, ხო, წრეწირის ცენტრზე გადიოდა თან შიგა ნაწილი, ეს 4-ის შესაბამისი ნაწილი, დიამეტრი იქნებოდა და 5x. და ვიცით რომ თან ამის სიგრძე არის 24, უცებ დავწერდით რომ 3x + 4x + 5x ანუ ეგ არის 12x არის 24 და x-ის შესაბამისად არის 2 და რა იქნებოდა წრეწირის რადიუსი იქნებოდა ნახეთ აქედან დიამეტრი ხო გამოდის 4x2 ანუ 8 და მაშინ უკვე დიამეტრიდან გამომდინარე რადიუსი იქნებოდა მისი ნახევარი 4 ხო მგონია რომ მარტივად დაძლებდით ამ მაგალითს. მოვცადოთ 4-ის სკა. მანძილი წრეწირის O ცენტრიდან AB ქორდამდე 10 ტოლია. აიღოთ წრეწირი. გავუღოთ AB ქორდამაში. ასე. დავაწეროთ A, B ავიღოთ ცენტრი, ხო? და მანძილი ცენტრიდან წრეწირამდე, ანუ ფაქტობრივად რა არის ცენტრიდან ქორდამდე. ესე იგი მართობია, ხო? დაშვებული. ჩვენ თქვით, თუ ცენტრიდან დავუშვებ მართობს ქორდამდე, ის აუცილებლად იქნება თან რა? შუა მართობი. 10 ტოლია. ძალიან კარგი. ქორდის ბოლოებზე გავლებული რადიუსები მართკუთხედს ადგენენ. ანუ ქორდის ბოლოები რომ შევაერთოთ ცენტრთან, ესაა ხო რადიუსი. წრეწირის წერტილი შეაერთოთ ცენტრთან. მართკუთხედს ადგენსო. ძალიან კარგი, ჩვენ ახაზეც გავს ეს მართკუთხედს, ხო? მივიღოთ AB. დააკვირდით ახლა ამ მართკუთხა სამკუთხედს. ეს 10 სანტიმეტრის სიგრძის მონაკვეთი რა გაუდის? არ გამოდის მედიანა? AB სიტყვა. და შესაბამისად თუ გამოდის მედიანა, ის ჰიპოტენუზის ნახევრის ტოლი არ იქნებოდა? ანუ 10-იანი არის AB ნახევრის ტოლი და აქედან AB რა გამოვიდა? 20-ის ტოლი. ანუ თავარია კარგად წარმოვიდგინოთ ნახაზი და აქ უკვე იგულისხმება რომ წინარე ცოდნა რაც თქვენ დააგროვეთ პირველი, მეორე, მესამე თავის განხილვით, აი მუდმივად თვალსაწიერში უნდა იყოს. აი გირჩევთ პატარა ბარათები გააკეთოთ ეს არაერთხელ რჩევია შემოსწავლეებისთვის და ავაწეროთ თვისობრივად ერთმანეთთან დაკავშირებული ფაქტები. ასე ჯერჯერობით ბევრი ფაქტი არ არის, მაგრამ აი იგივე მანძილებთან დაკავშირებით უკვე თქვენ შეგიძლიათ ავაწეროთ ორ წერტილი, აი დააწეროთ ბარათს რაღაც ასე მანძილი და ორ წერტილს შორის მანძილის განმარტება დაწერო რა არის, ხო ესაა მათი შემართებელი მონაკვეთი. წერტილიდან წრფემდე მანძილი რა არის, ხო ეს არის დაშორებული მართობი, ხო წერტილიდან გადავშვა წრფეზე. წერტილიდან წრეწირამდე მანძილი და ნუ ეგ უნდა თქვა რომ ცენტრი უნდა შეაერთოს წრეწირის გარეთაა თუ შიგნითაა წერტილი და მე ერთი გააგრძელო წრეწირის გადაკვეთამდე და ერთი იქნება მინიმალური, მეორე იქნება მაქსიმალური დაშორება. და ასე ბისექტრისაზე გააკეთებთ იგივეს, შებზე შეგიძლიათ გააკეთოთ საკმაოდ დიდი ბარათი გამოვა, საინტერესო ბარათი.
ხურდაზე შეგიძლიათ კუთხეებზე ძალიან საინტერესო ბარათი გამოვა და კარგი ბარათები გამზადდება რა და გამეორების დროს ყოველ კვირას უნდა იმეოროთ აუცილებლად ეს მე იქცევა ეცნობიერის დონეზე რაღაცნაირად აი hard disk-ზე თქვენ აიტვირთება რა ცოტა და აღარაფერი ვერ წაშლის რა ვა ალბათ ათწლეულების განმავლობაშიც თუ მით უმეტეს გარკვეული პრაქტიკა გექნათ თემებთან ურთიერთობის ამყარიც უნდა იქნება. მოდი ნახოთ ახლა რა უნდა ამ ამოცანას აგერ ცოტა დიდ ნახას ავიღებ. ხო? ნუ ასეც ფორმალი მომენტები არის და კარგად გამოჩნდეს. პატარ-პატარა ცხვირი რაღაცები არის. მოდი ასე. ძალიან დიდი ხო არ არის. გადავშატავ ნახას ხო მანძილი წეწირის კონცენტრიდან CD ქორდამდე 900 სანტიმეტრის ტოლია ავიღოთ ახლა ჩვენ აქ CD ქორდა ასე რაც უფრო ვის ჩას OCD კუთხე პარტია კაი ბატონო ავიღოთ ასე პირველად აქ იყოს ცენტრი ასე დავაწეროთ ახლა ასოები, ეს არის C, ეს არის O, D, აქ არის 45 გრადუსი, მერე CD არის 9, ეს დავაფიქსიროთ, OCD კუთხე 45 გრადუსია კი, A წერტილი ეკუთვნის CD ქორდას და CK უდრის 3KD-ს, ანუ CK, ესე იგი რომ მეუბნები შენ რომ CK უდრის 3KD-ს, და თან CD ვიცი არის 9 მთლიანად, ხო? ნუ შეგვიძლია ახლა KD აღნიშნოთ თქვა 10, მაშინ CK ხო იქნებოდა 3A. ანუ გამოდის რომ C-დან K-მდე მანძილი შუას გაცდება, ხო? კაი ხერხებასე ახლა ეგ სამჯერ დიდი უნდა იყოს, დაახლოებით აქ იქნებოდა K ხო თვალით. კი, დაახლოებით AD სამჯერ მოთავსდება CK-ში. დაახლოებით ნახასი ახლა. მაშინ ვადგები და ახლა რადგანაც CD სიგრძე იცი, მოდი უცებ ახლა თხოვენ არ თხოვენ, მაგრამ დავთვლი რა 3A-ს პლუს A არის 9-ის ტოლი, ანუ გამოდის A 4A უდრის 9-ს და 9 მეოთხედი. ანუ AD ფაქტობრივად AD მონაკვეთი გამოდის 9 მეოთხედი, ხოლო CK მონაკვეთი გამოდის სამჯერ დიდი, ხო, ამაზე, ანუ 27 მეოთხედი. ხო, არ ვიცი რაში დაგჭირდება, მაგრამ იყოს. მოიცეთ, CK იპოვებოდა, CK მე ხო არ მეშლება აქ. CD არის 4. გოდიში, მე პირობის აღქმა შემშლია. O ცენტრიდან CD ქორდამდე მანძილი ყოფილა 9. აჰა, ხო, თორე აქ არაფერ შუაში აღარ იყო ეს 45 და რამე, გოდიში. CD კი არ ყოფილა 9. O წერტილიდან CD ქორდამდე მანძილი. კი ბატონო. დაუშვათ მანძილი რა იქნებოდა, აი ეს ყოფილა 9. და M აწერია ნახაზე, ჩვენც M დავაწეროთ, ეს მართებულია და ეგ არის 9. CM. კარგი, გოდიში მეგობრებო. არაუშავს, მარტივად გავუძრებით ახლა აქ რა შეგვიძლია ჩვენ გთხოვდნენ CK-ს, ხო? CK უნდა ვიპოვოთ. რა წინა ამოცანის გავსად. ესეც მარტი კუთხე გამოდის, რატომ? ნახეთ, ეს ხო ტოლფერდა სამკუთხედია დიდი COD და ნახე ერთი ფუძესთან მდებარე CD გამოდის ფუძესთან მდებარე კუთხე და ეს არის ტოლი რადიუსები. ეს 45 გრადუსია, ესეც 45 გრადუსი გამოდის. შესაბამისად, ოქუთხე იქნებოდა მარტი კუთხე. აქ და მეორე მომენტი ახლა. ეგ ერთი დეტალი, რომ COD მართკუთხა სამკუთხედია. ახლა მეორე, შენ თუ AD-კიდან ხორდაზე ცენტრიდან დაუშვი მართობი, მაშინ გამოდის, რომ ის შუა მართობი იქნება აუცილებლად, ხო? შუაზე გაყოფდა აღნიშნულ მონაკვეთს, ანუ აი ეს ტოლი იქნება აი ამის. ძალიან კარგი და შესაბამისად
გამოდის რომ შენ მართკუთხა სამკუთხედში ყველაფერ და მართკუთხა სამკუთხედში გავლებული გაქვს სიმაღლე, ანუ ის მედიანაც არის. ანუ ესენი ტოლი იქნებოდნენ და ისი ტოლი იქნებოდა, ანუ შესაბამისად ესეც 9 იქნებოდა და ესეც 9 იქნებოდა, ხო? ანუ CD მონდაკვეთი მთლიანად იქნებოდა 18. ხო, ხდებით ახლა თითქმის იგივე ამოცანა, მეგობრებო, რაც წინა, უბრალოდ აქ მივედით იმ დასკვნამდე იქ მოცემული იყო, აქ მივედით დასკვნამდე რომ მოკუთხე მართია. შესაბამისად, აი რაც მე შემეშალა და 9-ზე გავაკეთე, ახლა 18-ზე გავაკეთებთ, ხო? 4-ა უდრის 18-ს და შესაბამისად, იქნებოდა 18 მეოთხედი, ანუ 9 მეორედი. ხოლო 3-ა რა იქნებოდა, ანუ იგივე CK. ეს იქნებოდა 3-ჯერ 9 მეორედი. ანუ გამოდის, რომ CK არის 27 მეორედი. ახლა აქტიურად რას ვიყენებთ? გითხარით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პატარა მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი თეორემაა, რომ ფორდის შუა მართობი გამოდის ცენტრიდან დაგავლებული მართობი. მოდი ეს ორი ამოცანაც განვიხილოთ და თქვენი ერთი გვერდს დავამთავრებთ, ხო, ამოვწურავთ და მე შევისვენოთ სხვა ვიდეოში გავაგზავნოთ ჩანაწერი. აი 4-11 ვნახოთ ახლა. 4-11 რას ითხოვს? მანძილი წრეწირის ცენტრიდან ქორდამდე 15-ია. კი ბატონო, ავიღოთ. წრეწირი. ავიღოთ ქორდა. ასე. მოდი, ცოტა ქორდა ფიტი ავიღოთ, ასე. მანძილი წრეწირის ცენტრიდან ქორდამდე, აი ეს არის 15-ის ტოლი და ვიცით რომ ქორდის სიგრძეს თქვენ დავაწეროთ ამას A, ამას B. ქორდის სიგრძე უნდა ვიპოვოთ. ხო, იგი 90 გრადუსი არ კალშილობს. თუ ვიცით რომ AB კალი არის 90 გრადუსი. ახლა კალთან დაკავშირებით რაც უნდა გვაქვს ჩვენ? პირველ რიგში უნდა გავახსენდეს, რომ მისი ტოლია, კალის გრადუსული ზომის ტოლია, მასზე დაყრდნობილი ცენტრალური კუთხეც. ანუ ჩვენ რომ შევაერთებდით A-ს ცენტრთან, B-საც ცენტრთან, AOB კუთხე ზუსტად იგივე ზომის იქნებოდა, რისიც ტოლია AB კალი. ანუ შესაბამისად AOB კუთხე თუ არის მართი, ანუ ეს ისევ გამოდის ყველფერ და მართკუთხა სამკუთხედი. ჰიპოტენუზაზე გავლებულია მართობით ორფერდაში, ანუ ის მედიანაცაა. და შესაბამისად ეს თუ იქნებოდა 15, ორჯერ დიდი იქნებოდა ჰიპოტენუზა. აქაც იგივენაირად გავაკეთეთ. კარგი, დავაკვირდეთ რა უნდა 4-12-ს. მიცემულია ორი კონცენტრული წრეწირი. ნუ პირველად ხდება ახლა ეს ტერმინი, ნუ დავაერო საკმაოდ ხშირად შეხვდება. ნუ წერია კიდეც, ხო, საერთო ცენტრის მქონე წრეწირი. ნუ ასე დაიხატებოდა, თქვათ, ერთი საერთო ცენტრი ექნებოდა ორ წრეწირს. ერთმანეთში ჩადგმული წრეწირები. იპოვეთ ამ წრეწირების რადიუსები თუ დიდი წრეწირის დიამეტრი მცირე წრეწირით იყოფა 2-8 ტოლ ნაწილებად. ანუ რა გამოდის? ჩვენ გვაქვს ერთი დიდი წრეწირი, თუ მეორე არის წრეწირი, მასში ჩადგმული და კონცენტრულია, დაემგვანოს კონცენტროს და ახლობით ასე ახლობლად. საერთო ცენტრი აქვს ამ წრეწირებს და აღმოჩნდა რომ დიდი წრეწირის დიამეტრი, აი რომ გავმეთას დიდი წრეწირის დიამეტრი, პატარა წრეწირი, აი ამით დაიყო 2-8 ტოლ ნაწილებად. ახლა 8 და ეს 2 დიდად არ გავს ერთმანეთს, მაგრამ არ გვინდა ახლა ვიდეო პირდაპირ დავწეროთ მეტი კონკრეტიკა.
რა იქნებოდა პატარა წრეწირის დიამეტრი, ხო ცხადია რომ ეს 8 არის, ხო? d დანასი იქნებოდა 8, შესაბამისად აქედან რადიუსებს თხოვს, ხო? წრეწირის რადიუსი r პატარა იქნებოდა 4-ის ტოლი. d დიდი, ანუ დიდი წრეწირის დიამეტრი იქნებოდა 12, შესაბამისად r დიდიც გამოდის რა, რომ ისი ნახევარი 6. პასუხი იქნებოდა 4-დან 6. კარგი მეგობრებო, მოდი აქ შევისვენოთ ახლა ჩვენ პრინციპში მე-13 ამოცანაც საკმაოდ მარტივი გავუდის, მაგრამ იყოს მომდევნო ჩანაწერში გავაგრძელოთ, აბა დროებით 4-ის 13-დან შევხვდებით მომდევნო ამოცანებში.